გამარჯობათ მეგობრებო, ყველას მოკითხვა, ბედნიერება, კარგი განწყობა და უფალი იყო ჩვენთან. ჩვენ კიდევ გავაგზავნოთ. ცოტა დავიკარგე აქ ვიმყოფები, აიდახოში, რაღაც გზებია გადაკეტილი, გადმოკეტილი და მომიწია ვიწრო სოფლებში სიარული და ცოტა ავირია. ნუ არაუშვა, ჩვენ ასე თუ ისე გამოძრები და დავიწყოთ ჩვენი ამბები. როგორც ყოველთვის დღეს მინდა ვისაუბრო, ჩვენი რუბრიკა მინდა გავაგზავნო, მეხუთე სერია ფული. ეხლა ასეთი კითხვა ისმის, ზოგს გონია რომ მარტო ფულზეა ლაპარაკი. აი, მოკლედ ვიტყვი რა. ფული როგა კარგია, ფული რო არ გაცუდია. იქ როგორ ანაერად და რისთვის აკეთებ და ეს მთელი ფილოსოფია მოდის ცხოვრებაში. ნუ ამაზეა მთელი ცხოვრება, მაგრამ ცხოვრებაც გადის, უფლოთაც არ შეიძლება და ფაქტურად ჩვენ ფულისთვის და კარგი ცხოვრებისთვის ცხოვრობთ, ხო ეს ბუნებრივია. ეხლა მე შეიძლება ვამბობ ესეთი უხეში ფორმით, მაგრამ ნუ ასია ეს რაც არის მაგის გარეშე არ გამოვა. მაგრამ ამ ფულის შოვნაში გადის ცხოვრება, გადის პროცესები, სიყვარული, ცოლის მოყვანა, ბავშვის გაჩენა, ასე შემდეგ. ეს დაკეტილი ეს რა ყველაფერი დაკეტილი ამირია. GPS მივყვები და სულ აირია და კაი ცოტა გავერკვე მეგობრებო ცოტა სულ დრო დავიწყე ლაპარაკი, მაგრამ უშავს 2-5 წუთი მომეცეთ რომ გავერკვე და სწორ გზაზე დავდგე. აი დახოდან მივდივარ ნევადაში. პარკი ასეთი ქალაქი და ასე სოფლის ის უნდა გავიარო და ამას twin აერია ამ ნავიგატორს და ისეთ ადგილებში მიდივა სადაც ტრაილერები და ძირითადი მოძრაობა არ არის და აი ცოტა გავერკვე კარგად და აი წავიდე და რაღაცა ტრაილერი თუ დადის ეგრე ხედა ტრაილერი დადის და კარგია. და 55-იანი გზა არის. ის ავაროდოთ ფარდიგა ტრაილერები მიდიან და ეს კარგი, აი მან დავდგებით და ეს ვიწრო გზები რო არის, მანქანები დადიან და სანამ ამას მოატრიალებ, მანქანა ჯობია რომ დაელოდო ამათ რა ყველას. აი გოდგოსია, აი მოატრიალებ რაღაცაერთ. აი ცოტა დავჭეთ რაღაც 5 მაილი და გავიარა ამ ვიწრო იმაზე და მე გავარ ცოტა ფართო გზაზე. გამოვედით ერთ ფართო გზაზე, რაღაც 55 მილი უნდა გავიაროთ ამ ფართო გზაზე და ალბათ სათქმეს ვიტყვი. ეხლა კითხვა ისმის, რატო ვიღებ ამ ვიდეოს, ამ უпроსოდ ამ რუბრიკაზე რატო საუბრობ? იმიტომ რომ ერთმა ორმა კომენტატორმა მითხრა რომ რა არისო, ვაჩვენებო რომ რა მაგარი ტიპი იყავიო და ფულს როგორ შოუბრობდიო. მე მასე არ წამოვაყენები ამ საკითხს. მე ისეთ თქმა მინდა იცით ეხლა მე და ჩემი თაობის ხალხი მართლა ეპოქალურ დროში ცხოვრობდით და ეხლაც მიდის ეს პროცესი არ გაჩერებულა. წარმოგიდგენთ დაიბადების საბჭოთა კავშირში სხვა გარემოში მერე ხდება გადატრიალება არეულობაში 90-იან წლები, ომები, აფხაზეთი, ჭუბი, მერე ლიბერალიზმი, კაპიტალიზმი ერთმანეთში არეულია. ნუ ეპოქალურ დრო რა არის, როდესაც ერთი წყობა გადადის მეორე წყობაში, საზოგადოება იცვლება. ერთი საზოგადოება ერთისთვის მზად არის, რაღაცისთვის მზად არის, მეორესთვის არ არის მზად
და ნუ ამას ეძახიან ეპოქა მდგომარეობის, რომელიც ისტორიას ეს ძალიან ხშირად ახსოვს. და ხშირად გითქვია ხოლმე, ალბათ მარტო მე ვამბობ, რომ აი კაი მწერალი რო დაждდეს და კაი რომანი რო დაწეროს ეხლანდელ პერიოდზე, მაგარი რაღაცა გამოვა. აი ჰუგო, აი ის მწერალია, მაგარი ვინც კარგად აწეს ამ ეპოქალურ პერიოდს, ხო? მაგრამ სამწუხაროდ ჯეჯობით არ ჩანან, მაგრამ მაგას ნიჭი და უნარი უნდა. კაი, ეს მწერლობა სხვა არის, მაგრამ ისეთ მომენტში რომ აი მე ეპოქალურ დროში ცხოვრობდი და ჩემი ლაპარაკით ეხა ჩემ ცხოვრების მაგალითზე ნუ შევეჯახე ამ პროცესებს და ფაქტიურად ჩემი თავის გამოჩენა კი არ მინდა, არამედ კი ჩემ მაგალითზე თან პარალელურად მიდის ის გარემო და ის მდგომარეობა, რაც ჩვენ ქვეყანაში ხდებოდა და აქედან გამომდინარე პირდაპირ გეტყვით მე არაერთხელ მithქვავს, რომ ჩემი ვიდეოები და ეს ჩვენი ვიდეოები, გადაღებული ვიდეოები თუ ადამიანებს გამოადგებათ, მე ძალიან მოხარული ვიქნები. ნუ ესეც არის, რომ არის ხოლმე ვიდეო გოლებში და YouTube-ში და ამ სოციალურ ქსელებში ხალხმა რო გაგიცნოს, სამწუხაროდ უფრო სხვა კატეგორიის ადამიანები უყურებენ საერთოდ და ვისით მომი და ის სერიოზულ თემაზე რო ვიწყებ საუბარს სიტყვაზე ან ლიტერატურა, ფილოსოფია, ნახველი არ აყავს ჩემ ასე თქვათ არხს. უფრო რატომღაც უფრო აინტერესებს, უფრო ლაითი და უფრო გასართობი თემები. ნუ გასაგებია ხა ადამიანს ყველას თავისი პრობლემა აქვს და არ უნდათ ეხლა ეს ზოგი სერიოზულ თემაზე და იმაზე რომ ლაპარაკობ, გონიათ რომ ამით უფრო დაიგრუზება და როგორ ვთქვათ კარგად ვერ გაერთობა ასე რომ თქვა, ამიტომ ნახველები არა ეს და უბრალოდ ისეთ მომენტი რომ აი მეც ზოგჯერ რომ გონია რომ რაღაცა სერიოზულ და საინტერესოს ვამბობ ნახვების მიხედვით ძალიან ცოტაა და რაღაცა ისეთი ლაითი, რაღაცა პრობლემატური, რაღაცა ლაითი ალბათ მივხვდებით თქვენ ისეთ ხმაც მინდა იმას ბევრი ნახვა. მაგრამ მე ამის პრობლემა არ მაქვს, იმიტომ ხშირად უთქვამს რომ აი შენ რო გყავდეს ბევრი ნახველები, მოდი რაღაც მარკეტინგული სვლა გააკეთე, TikTok-ით გახსენი, Facebook-ით გახსენი, იქ რეკლამები ჩადე. რატო? იმიტომ ბევრი ნახველი მყავდეს და მე კიდევ მოითხოვე რომ აი ხელი მოვაწეროთ ნახველობა, ხელი მოვაწეროთ და თქვენ ვინც მე დიდი ხანი მიყურებს და მისმენს, მე ერთხელაც არ მომითხოვია ფოლოვერობა ხელი მოვაწერეთ. რატო? იმიტომ რომ თუ ადამიანს აინტერესებს და რაღაცას დაიჭეს, თქვენ ვიდეო არხებში რაღაცას დაიჭეს და სასარგებლოს ნახავს, ის თვითონაც მოაწერს ხელს და ასე შემდეგ და ეხლა მიდი მოვაწერე ხელი და გახდი ჩემი ფოლოვერი და გახდი ისა, მე არ მიმაჩნია სწორად. აქედან გამომდინარე ეხლა წერა კითხვი ცოტა გამიკვირდა სერიოზულ თემებზე, ხალხს არ აინტერესებს ის, მაგრამ ეს ჩემი საქმე არ არის. ყველა თვითონ იჩევს თავისუფალ ნებას და მისი არჩევანია, უყურებს თუ არ უყურებს. და აქედან გამომდინარე მე ვილაპარაკო, არა მოვაწერეთ ხელი, ჩემთვის კარგია ეს უკვე რაღაც სხვა რაღაცა. ჩვენი არხი, ჩვენი ეს ვიდეო გადაღებები ხშირად ვამბობ არის ნატურალურად ბუნებრივად, იმიტომ რომ მე აქ არც ტექნიკურ საშუალებებს ვიღებს, იქ 1000 გადაღების 1000 საშუალებებს, უბრალოდ ვასახავ იმას, რასაც როგორც უბრალო ადამიანი ცხოვრობს ჩემი სახით და საკითხებს, რა პრობლემებს და რა სიტუაციებს ეხება და ამას ვიღებ. ბევრი ადამიანი ამას იგებს, მე მადლობის მეტი რამე თქვენს და პირიქით გულშემატკივრობენ და ასე შემდეგ და ბოლოს და ბოლოს არის ჩვენი ცხოვრება ურთიერთობა და არავის არ ვაჩვენებ ჩვენ თავს ასეთები ვართ, ისეთები ვართ და ვიღაცის გულისთვის ფულის გულს უბრალოდ და ბოლოს მთელი დღეები მარტო რო ვარ, მე თქვენ გიზიარებ და ჩემ ფიქრებს გაჩვენებთ. დანარჩენი უკვე ისევ და ისევ ვიძახით რომ ყველაფერი არის ადამიანზე არჩეული, უნდა ნახოს, უნდა არ ნახოს, ეს ჩვენი საქმე არ არის. ჩვენი საქმეა, ჩვენი მოქმედება თუ ადამიანს დადებითად დამუხტავს და თუ შეისწავლის ადამიანი და გამოიყენებს, ხო კარგი, იმიტომ რომ ურათიად გითხრათ, ძალიან მიხარია, ძალიან ბევრი ახალგაზრდა მიკავშირდება და მეუბნება აკაკი შენი მაგალითებიდან ბევრ რაღაცას მე ვსწავლობ და არ დავმარო რომ მაგრამ მიხარია და
რა ვიცი თუ ისწავლიან და თუ რაღაცა გამოადგებათ მე ისევ და ესე ვიტყვი რომ ოდი გამიხარდება და მე მართლა ვიგრძნობ ბედნიერად თავს რაღაც ისე აი 95-იანი გზა გვინდა და ალბათ სავარაუდოდ ფართო იქნება ეს და всё მე უკვე წნარად გავაგრძელებ ჩვენ საუბარს აი დავიწყოთ ეს ჩვენი სიუჟეტი იქნება მეხუთე სიუჟეტი ფულის ამბავში ესე კი გახსოვთ ხო იქ ბავშვობა გავიხსენეთ ახალგაზრდობაში როგორ ვაკეთებდი ფულს მე თამზე ვილაპარაკეთ როგორ კეთდება ფული და ნუ ჩემს ცხოვრება დავამთავრე სპორტი ველოსპორტი უკვე შემოსავალი აღარა მაქვს ინსტიტუტში მოვეწყე ჯარიდან ჩამოვედი უკვე საკანშიც მოვახვედრე მოხდი ესა მოახერხე ყოფნა და იწყება ცხოვრება ვაგრძელებ ცხოვრებას და გასაკითხი აბა რა გზა ავირჩიო შავი სამყარო რომანტიკული იყო რომანტიკა მაგრამ უკვე ადამიანი რო დაიწყებს ლიტერატურა და წიგნების კითხვას მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ იმ შავი სამყაროდან გამომდინარე მაგრამ მე ჩემთვის უკვე იყო მიუღებელი კი რაღაც ძალადობაში რაღაცაში გაიმარჯვებ რაღაცაში წარმატებას მიაღწევ ავტორიტეტს დაემსახურებ მაგრამ ეს ჩემი არ იყო მით უმეტეს სპორტსმენი უკვე სპორტი დამთავრებული მქონდა მთელი ქვეყნები მქონდა ნანახი და მინდა ცხოვრება გავიგო რომ გავაგრძელო რომ წინ წავიდე და ჯაიდან რომ ჩამოვედი დღის კურსზე ვიყავი დღის GPS-ში სწავლო და გადავიტანე საღამოზე და დავიწყე მუშაობა ელექტროავტომატში ორთაჭალაში აი რუსთავისკი რომ მიდის ახლა ორთაჭალელები ვინც არიან იქ დავიწყე ქარხანაში მუშაობა ქარხანაში მუშაობა ადვილი არ არის იმიტომ რომ საერთოდ როგორ არის ძირითადად ხო კონვეიერები მუშაობს და ადამიანი დილის 7 საათზე რომ დაждდება ამ კონვეიერთან დილის 7 საათიდან 4 საათამდე ერთი და იგივე მოძრაობებს აკეთებს მე არ მიმუშავებ ასეთ ადგილას აი გამართლებაც გინდა უბრალოდ ნუ ხო ხდებით ახლა ნაცნობობით და ემეებით მოვეწყე ამ კონვეიერებს იყო შტამპის კონვეიერი, შტამპის ცეხი, იყო სხვადასხვა საამქროები, ცეხი ვთქვი ხო, რუსულიდან გამომდინარე, სადაც მუშაობდნენ სხვადასხვა დანადგარები, ანუ სტანოკები, ჩარხები. ამ ჩარხებს პერიოდულად უნდა სარემონტო სამუშაოები ჩატარებულიყო ამ ჩარხებზე, ანუ და გაგეკეთები და რაღაცა გაფუჭდებოდა, ან ელექტრობა, რაღაცა, ნუ ტექნიკაა რა, ფუჭდება ხოლმე და ეხლა ლიტერატურა და ინტელექტი კარგია, ძალიან კარგია, მაგრამ ფულიც გინდა. ეხლა მაშინ საბჭოთა კავშირი იყო ეს რომელი წლები 86-87 წლები, ხელფასი მქონდა რაღაც ერთი 120 მანეთამდე, მაგრამ უკვე 86-87 წელი წავიდა და გახსოვთ დაიწყო კოოპერატივების ბუმი. იხსნებოდა სხვადასხვა საამქროები, ზოგი პლასმასებს აკეთებდა, ზოგი მანქანის რაღაც ნაწილებს, ზოგი ბევრ რაღაცებს სამკერვალო დაზგები, საამქროები იყო ძალიან ბევრი და სადაც იყო ბევრი ჩარხები იყო. ამ ჩარხებს უნდა მომსახურეობა. ვა, ამ შუა მინდოში რა ვეისტეიშენი გაიჩინდა, მოდი მეგობრებო ეს ვეისტეიშენი გავიაროთ. და მე გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი. და შევიდე ალბათ. ყველაფერი წესრიგში, მაგრამ ახლაც მაინც. შემდეგი მაშინა შევიდე. Or way station all track second left. იქიდან და შევიდე. წვებედების ვარიანტში. აი ესეთ ადგილებში ვარ მოელოდები, ახლა ეს დრო რო არის ახლა გამაი ამერიკაში. სულ ამოწმებდა ყველაფერს და ჯობია შევიდეთ, ახლა რო არ შევიდე, აქ ნებისმიერ დროს გამოგეკიდებ.
გამატარა, ესე იგი მაინც იძაბები რა, ფორმიანი კაცი რო გიყურებს. ამერიკა კონტროლის ქვეშ არის ყველაფერი. გავაგზავნოთ ჩვენ საუბარი. ხოდა რას ვამბობთ, ეს სამფროები გაიხსნა და იქ იყო ძალიან ბევრი ესე ჩარხები. ეხლა ხო შეივსაი და რომ გაფუჭდებოდა მე პატრონეები გვირეკავდნენ ჩვენ. ხოდა ერთ-ერთი კაი შემოსავალი იყო და უკვე იმაზე მქონდა უკვე მუშაობა რომ დავიწყებ. ზეინკალი ვიყავი მეორე ხარისხის მეორე თანრიგი ზეინკალი და წელიწად ნახევარი ვიმუშავე იქა და გავხდი მე-6 ხარისხი ზეინკალი და ნენელა სახეს მოეხა თავიდან ძნელია ხო იცი სამ კლიენტი დაგიძახებს და თითო შეკვეთაზე თითო გამოძახებაზე 50 ასლას ჩუქრინდნენ ხოლმე ცეხავიკები და კარგია ხო ქარხანაში მქონდა 150 მანეთი ეს ამ მთელი თვის განმავლობაში და ამ შეკვეთებზე რომ მივიდიოდი შეიძლება 150 და 5-6 მეტრი გამეკეთებინა და აზარში ვიყავი. ეხა ეს პროცესი რო წავიდა თავიდან კარგი იყო, მაგრამ უკვე საბაზრო ეკონომიკის ელემენტები წავიდა, იმიტომ რომ საბჭოთა ეკონომიკიდან გამომდინარე ის ქარხანა იყო წყნარად ვიყავით, მაგრამ უკვე იხსნებოდა ბევრი საამქროები, ანუ კოოპერატივები. თავისთავად უკვე ჩვენ ხო ვიყავით ქარხანაში 10 კაცი, მაგრამ უკვე გამოჩნდა ადამიანები, უკვე სხვა ქარხნებიდან ხელოსნები, რომლებიც დადიოდნენ ამ კოოპერატივების ჩარხების არემონტოდ. აქედან გამომდინარე ავიდა კონკურენცია. ჩვენ რო ხშირად ვამბობთ ხოლმე კაპიტალების ელემენტები, ნუ ამაზე მე ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ უკვე შემდეგ ვიდეოებში, ასლისად კაპიტალიზმი რა, ნეოკაპიტალიზმი, ნუ ეს ეკონომიური ტერმინები ამას უკვე მე განვიხილა, მაგრამ უბრალოდ და ჩვეულებრივად რა ხდებოდა, მიდიოდა კონკურენცია. ამ კონკურენციაში უგრძელებად ადამიანის დაცემული ბუნებიდან გამომდინარე მიდიოდა არ დაგიმალო ზოგჯერ დაგნარი, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ახლა შენი ემსახურები რომელიღაც კოოპერატივს, ვთქვათ 6 უკვე შენი კლიენტია ესა, რაღაცა რო გიფუჭდება ის მეწარმეთო კოოპერატივის ხელმძღვანელი შენ გირეკავს. ამ დროს თუ რო გირეკავს და იმ სამუშაოში თუ გიხდის ასლა, ასმანეთს, მაშმანეთები იყო ასმანეთს, ხო? ამ დროს ეგ კონკურენტი მოვიდა და ის ეუბნება რომ არ ის ხო აკა ხო გიკეთებს ასმანეთად და მე 50 მანეთად გაგიკეთებ. ვახშე და მე ის გეუბნება რომ აი შენ მიკეთებ ასმანეთმა, ეგ 50 მანეთად მიკეთებს ეს და ზოგი იკარგებოდა კლიენტი, ზოგი არ იკარგებოდა. მე ხო იცი ადამიანი ბიჭო შენ ვინახარ ეს ჩემი ტერიტორია, ეს ტერიტორია აი დღეს რო განვიხილეთ აქ სამი მეგობარის სიუჟეტი ტაქსისტების ამბავში, აი მასეთი კონკურენცია წავიდა და ზოგჯერ ხო იცით ახლა გარჩევებში ზოგჯერ ცუდად გელაპარაკება, ზოგი ის ჩემი ნაცნობია, ის ბიძაშვილია, ჩემი შევინახარ, მე იმასთან მივა და ამ ურთიერთობაში ხო იცით ახლა მამა მე თუ შენთან ამდენი წელი დავდივარ, ახლა იმას რატო ურეკავ, ის გეუბნება მე იმიტომ ურეკავ, შენ ძვირად მიკეთებ. ხო იცით ახლა ესეთი საუბრები იყო ხოლმე და ეხლა ზოგი მართალია, ზოგი მწვანეა, ნუ ამას ვეძახი მე ვიყავით რიარიაში. ამ ელემენტებს, კონკურენციის ელემენტებს, აი დღემდეც ვეჯახებით ამ ამბავს, ეხლა დივერსიფიკაცია ქვია ამას. აი ხა მე ხო ის ტურიზმული ბიზნესმა, ეგეც ახლა ზევთ 6-7 წლის წინ ჩვენ ვიყავით რაღაც ტურისტული კომპანია, მე როცა საზღვრები რო გაიხსნა სიტყვაზე რაღაც სამსახურს თუ ვაკეთებდით 200 ლარად, მე გამოჩნდა იქ ყველა ტურკომპანიები 200 ლარად, 100 ლარად კეთდება და ნუ ამაზე მე ჩვენ კიდევ ვილაპარაკებთ, ეს გინდა არ გინდა ამ კაპიტალიზმს და ამ საბაზრო ეკონომიკას ასეთი მომენტები მოსდევს. ვარ ასეთი ორომტრიაში, მაგრამ ამასობაში ჩემი, იმიტომ რომ ქარხანაში კითხულობდი
ზოგჯერ ინსტიტუტში არ დავდიოდი და მივდიოდი ბიბლიოთეკაში და ეს წიგნების კითხვა და ლიტერატურა ადამიანზე მოქმედებს, იცი? შეიძლება არ შეიცვალო, ამაზეც ვიტყვით, ადამიანი უკვე ყველაფერს სხვანაირად უყურებ, უკვე სხვა გამოცდილება გაქვს და აი ამბიციაც გინდა რა. მე არავის ეხლა ზედმეტ აი რა თქმა ეხლა მე სიტყვაზე სულ ფიქრობ, რომ ეხლა სულ ხო არ იქნები ამ რემონტის და იმის და უკვე ფიქრობ რაღაცები, რომ წიგნები რო გაქვს, საკითხული უკვე ამბიცია გაქვს, სხვა რაღაცების მოთხოვნილება გაქვს. ეს კი ლიტერატურის მოთხოვნება, ეს ასეთი ამბები გასაგებია, მაგრამ გინდა არ გინდა მეტი ფულის გაკეთების საშუალებაც გინდა და ამაშობაში გამოჩნდა ისე ჩვენი თბილისური აცნობობით. მით უმეტეს ხო გავიწყდება, ხო გახსოვთ ხო მე წინა იმაში ვამბობდი. მე ვსწავლობდი ამაშობაში ვსწავლობდი ინსტიტუტში, სადაც ვარ მეორე მესამე კურსზე პოლიტექნიკურში და ჩემი მომავალი სპეციალობა იქნება ავტოინჟინერი, ან გარაჟში უნდა ვიმუშაო, ან ატეკაში, ან სადღაც რომელიც ამ ტრანსპორტს უკავშირდება და გამოჩნდა ასეთი ვაკანსია პირველ ატეკაში. ტაქსოპარკის პირველ ატეკაში ეს კაიროს ქუჩაზე რო გადავუხე მესამე მასივიდან პირველ მარჯვენა მხარეს და ისე მოხდა რომ იქ მოვეწყე ხადავიკათ, ასე რომ ვთქვათ, სავალი ნაწილის შემკეთებლად მუშაობა, შემკეთებლად დავიწყე მუშაობა, მაგრამ აქაც აი რამხელა მნიშვნელობა აქვს, ესე იგი ჯერ ზეთავი ვიყავი და ისეთი რეჟიმი მქონდა, რომ 20 დღეში ერთხელ მუშაობდი, მაგრამ ერთი დღე მუშაობდი 24 საათი. იქ მაშინ ყვითელი ტაქსები იყო, შემოვიდო და რაღაცა გაუფუჭდებოდა იქ, ხატავის გაუკეთებ, შეუძლი TO1, TO2 და ძალიან თავისუფალი გრაფიკი მქონდა, მაგრამ იქაც იმ პერიოდში ფული კეთდებოდა, წარმოიდგინეთ ახლა ერთ სმენაში, ანუ ცვლაში ზოგჯერ 150-200 მანეთი გამიკეთებია. და მაშინ ეს არის 86 წელი, ეს არის ძალიან დიდი ფული, ახლა რამდენი წლის ვიყავი, 21-22 წლის ბიჭი ვიყავი და დიდი დრო. რა თქმა უნდა, მე შემეძლო ეს დრო სხვა რაღაცაში გამომეყენებინა, ალბათ სხვაგან მემუშავა, მაგრამ არა, მინდოდა ისე წიგნება ჩამითრია და მინდოდა გავხდარიყავი დიპლომატი და ვკითხულობდი ძალიან ბევრ წიგნებს, იმიტომ რომ დიპლომატი რო ხარ, უნდა იცოდე შენ მოლაპარაკების დროს განათლება უნდა გქონდეს და ამასობაში დაიწყო უკვე 87-88 წელი, 99 წელს ეროვნული მოძრაობები, ეს მთელი ამბები და სულ ვიჯექი საჯარო ბიბლიოთეკაში. გუდიაშვილის ქუჩაზე. ეხაც იმ დღეს შევხვდნენ თანამშრომლები, აი, კაი დრო იყო, ზოგჯერ. წამოდგა ერთი დღე ვიმუშავებდი ტაქსოპარკში, 150-200 მანეს გავაკეთე, დანარჩენი დღეები ვიჯექი იმ ბიბლიოთეკაში, რომ თავისთავად უკვე სხვა ამბებშიც რო დავდიოდი, ეს გასაგები იყო. გულაობათასაც ვეძახით რა, შეინოდი ტიკი-ტაკი, მთელი ამბები. ეს უნდა ვთქვა თუ არ უნდა ვთქვა, მაგრამ მაინც ვიტყვი რახან ჩვენ დავიწყეთ რომ რა დრო იყო. აი რას ვეძახდით გულაობას, ხშირად გაგიგია თუ აი 35 მანეთიანი მოგულავი ტიპები იყავითო. 10 რეისი დაფრინავდა იმაში, მოსკოვში. მაშინ ჩაკეტილი ქვეყანა იყო, ყოფილა შემთხვევა, დილით გავფრენილვა მოსკოვში. ვაკაცებთან ერთად მეგობრებთან და მეორე დღეს გადმოფრენილვათ უკან თბილისში. ხშირად მითქვია დედაჩემი, აი წავედი საგარეჯოში, წავედი ქუთაისში და ამ დროს მოსკოვში მივდივარდი. ასე ვერთობოდით რა, დილით გადავფრინდებით, მე გადმოფრინდებოდით, ბილეთი ღირდა 35 მანეთი, 5 მანეთს, 10 მანეთს აჩუქებდი, რა ქვია ეს, დოლარის გამყიდველს, ისა ბილეთების გამყიდველს და უცბად ბილეთები, აი ესე ვერთობოდით. მაგრამ სულ ვცდილობთ რომ განათლებისთვის აი სულ აი კითხულობდი. რა ვიცი, ვოლტერი და ტალერიანი და საფრანგეთის რევოლუციები და
ბიბლიოთეკაში ვიჭექი ეს 88-99 ის რო წამოვიდა და აქეთ მიტინგები იყო და სახელმწიფოს მიტინგზე მივიდიოდა და უკვე ხდებოდი რა ხდებოდა და სულ მინდოდა რომ ამ დისკუსიებში და ამ მომავალი სახელმწიფო წყობაში რაღაცა ცოდნა მქონოდა და დისკუსიებში ხა ხო იცი ყველა ქართველი მაგარია, მაშინაც მაგრები იყვნენ, ეხლა ხო მაგრები არიან Facebook-ის და YouTube-ის საშუალებით და ყოველთვის მინდოდა რომ აი რაღაცა კამათები რო იყო, დისკუსიები რო იყო, ის რო იყო, ცოდნა გამომემჟღავნებინა. და რო გამოამჟღავნო ამისთვის გინდა იყო ძლიერი. ამასობაში კი ვიღებდი განათლება ბიზნესმაც უკვე მომიწია, უკვე კოოპერატივები იყო, კოოპერატივი ხო იცი რაღაცა უკვე ბიზნესი და ჩემი დეიდაშვილები ახლა კომერსანტები არიან, გია მე ხშირად მაგნათქვამი, უკვე მაგანაც დაიწყო ბიზნესმენობა და უყურებ რომ მე კი მაგ შემოსავლი ჩემი ხელოსნობით და მე თან სტუდენტი ვარ და ველოდები რომ დავამთავრო ინსტიტუტს და მე ხშირად სოხუმში მიწევდა სიარული და ჩემი დეიდაშვილი ბიზნესში იყვნენ ჩართულები და როგორ მახსოვს ერთხელ მე ადრე მაგ მოგონებული ოთახში ვზივარ და ჩემი დეიდაშვილი ასია წამოწოლი და მე სტუდენტი 21-22 წლის ბიჭო და ეს ყველა როდემდე უნდა იყო მასეო და მეთქი აი სტუდენტი ვარ მუშაობ და ბიჭო მე კომერსანტი ვარ და არ გინდა კომერსანტი გახდეო და ეს სიტყვა რო იყო ამას ვიძახი 86, 87, 88 წლის პერიოდს ვიძახი რა უკვე პრო იმაში მუშაობ ხადავიკა და და ვიცი და კომერსანტს რო ჩაი მაშინ დრაიზერი წავიკითხე მაშინ წიგნი კომერსანტია მაგას დაწერი დრაიზერი ჩვენ გავარჩიეთ კიდევაც ეს დრაიზერი ახლა ლიტერატურას და უკვე ბიზნესის სამყარომ ძალიან ჩამithრია რა ამედგენ ეხა საბჭოთა კავშირი ახალი დანგრეულია ეს საფაზრო ეკონომიკის ელემენტები მოდის და აი ფულის კეთება ну кай გაგებით ვიძახი იყო რაღაც აი რომანტიკა რა აი ხო იცი საფონდო ბირჟა და ეხლა წავიკითხე საფონდო ბირჟა სააქციო მე იქ გაიხსნა ხო მაგას უკვე შემდეგ ვიდეოში მოყვებ საბირჟო ბირჟა პლეხანოვზე და ეს რომელიც წლები 90-91 წლები უკვე ეს საბირჟო საფონდო სავალუტო მე გამოვიდა ვაუჩერების საბჭოთა კავშირმა გახსოვთ პრივატიზაციის ისინი გამოუშვა ბარათები და ყველას დაურიგეს 2-3 ლარათი კიდევ ამას ყიდულობდნენ აქ-იქ და აი მაგათაც ხაზარაძე და აი დღევანდელი მილიონერები რო არიან მაგ პერიოდში გახდნენ ძალიან დიდრები იმიტომ რომ ხეში ჩაუვარდათ ეს პრივატიზაციის ну შეგახსენებთ ახლა მოკლედ შენ ახალგაზრდობას არ ახსოვდეს ან არ იცოდეს ხო იყო საბჭოთა კავშირის დროს ეს ქარხნები და საწარმოები მე ქარხნები და საწარმოებს რო საბჭოთა კავშირი ინგრეოდა ძალიან გაუჭირდათ და ასეთი რაღაცა გააკეთეს რომ ეს სახალხო ქონება ყველას უნდა ეკუთვნოდეს და თქვათ ქარხანაში სიტყვაზე თქვათ არის მაუტკამბოლის საწარმო ხო ვერაზე რო იყო და იქ იყო თანამშრომელი თქვათ 2000 კაცი 1000 კაცი და ეს ქონება ნაწილდებოდა და ვაუჩერის სახით 5 ლარით რაღაცა ვაუჩერს გირიგებდნენ ყველა სახელმწიფო მისა ყველას ვაუჩერი და ამ ვაუჩერების შენ გეყიდა ის საწარმო ეხლა მუშები და უბრალო ხალხი ვერ ხდებოდნენ ეს რა იყო მაგრამ ბერმა ვინც მოთმინა მე ყიდვა გაყიდვა წავიდა ამ ვაუჩერების და 5 ლარა და 6 ლარა ყიდიდნენ რო ყიდულობდნენ ის ცოტა კვაჭი ადამიანები ქარხანაში დარიგებული იყო 1000 ვაუჩერი და ეს 500 კაცმა გაყიდა აი 500 და იმ აუქციონის ამ ვაუჩერების საშუალებით იმ საწარმოს პროცენტიდან გამოდე მისი მფლობელი გახდებოდა და მე მახსოვს აი ბამუკა ხაზარაძე მე მაშინ ხო უნივერმაგშიც მუშაობდი მე მაგასაც მოვხვდები აი ეს პერიოდი რო იყო პრივატიზაცია ბამუკა ხაზარაძემ ბოდიში ცოტა ჟარგონს ვიტყვი მაპატიეთ არ მინდა ასე დაითლია უნდა მეთქვა მაგრამ ნუ შეიძინა უნივერმაგი შეიძინა რაღაც შენობები და ძალიან ბევრი იყვნენ და აი დღეს რო არიან ეს ოლიგარქებს რო ეძახით აი პერიოდში არიან გამდიდრებულები როგორ მახსოვს თოფაძესთან ვიყავით და მაშინ ლუდის ქარხნის დირექტორი იყო იმდენად გაჩაჩანაკებული იყო შენობები უკვე დაიკეტა და ამ შენობების გაქირავება უნდა და ისე მოხდა რომ იმ გაქირავებაში მეც მოვყე ამას მე შემდეგ ვიდეოში მოვყვები ამ სიტუაციას
და ისე უჭიდათ არ იცოდნენ რა გაეკეთებინათ რა და აი იმ პერიოდში აი 88, 91, 92, 93, 95 წლამდე აი წავიდა პრივატიზირება ამ ვაუჩერების საშუალებით და ნებისმიერ ხა მე არავის საწყენ და არავის ეთმეც არ ვეუბნები დღევანდელი მილიონერები და მდიდრები რო არიან აი მაგ პერიოდში არიან გამდიდრებულები თორე წარმოიდგინეთ ეხლა სიტყვაზე ქარხანა დიდი წარმოება ეხლა ჭირდება მილიონები და მაშინ რაღაცა ვაუჩერების 1000, 2000, 3000 ვაუჩერის საშუალებით ხდებოდი იმ საწარმოს მფლობელი. აი კიდევ ასე თვალსაჩინო მაგალითს გეტყვით, აი ხა რუსთაველზე მამაკ ოფისი და მაღაზიები პირველ სართულებზე ხო მაღაზიები იყო, წიგნების მაღაზია, რაღაც მაღაზიები იყო. ეხლა რო იყიდო, თქვა ფართი, აქვია მათ 100 კვადრატული, 50 კვადრატული მილიონზე ნაკლები არ დაგიждდება. ან მოკრიდიან, ან არა. მაგრამ რო გადახედო ვინ არიან ამ ფართების პატრონები, ყოფილი მაღაზიის გამგეები ან დირექტორები. როგორ მოახერხეს ეს ვაუჩერები დარიგდა, თქვა მაღაზიაში იყო, გასტრონომში იყო, თქვა 20 კაცი, 20 კაცზე დარიგდა ეს ვაუჩერი და მე ეს აუქციონის სააქციო აუქციონერის წევრები იყვნენ, ხო? ამას ამ ტერმინებზე ალბათ შემდეგ იმაზე ვილაპარაკებთ. შეიძლება ვერმა ვერ გაიგოს. ხო და გამდიან დირექტორი ან ვიღაცა ბუღალტერი ამ ვაუჩერებს ყიდულობდა თანამშრომლებისგან და იმ მაღაზიის პროცენტულ მფლობელობაში მეტი პროცენტი ჰქონდა და გახდა მფლობელი და ის სიტყვაზე იმ პერიოდში ხა უხეშად ვიტყვი 5000 მანეთად თუ იყიდა ის მაღაზია ფართი, ეხლა ღირს მილიონები და რა ვიცი 1000 რაღაცეები და გაქირავებული აქვს და ჩვენივრად არიან. აი მოგეხსენებათ ეხლა რუსთაველზე ნებისმიერი ფართი სულ ცოტა 8-7000, 10000 დოლარად ამ გაქირავებული. თვითონ არ მუშაობენ, მაგრამ ქირა ეხლა 7000, 8000, 10000 დოლარს რომ მიიღებ, თბილისში ცუდი არ არის. ზიხარ ყოველთვე ფული მოგდი დანარჩენი. ნუ მე ისე თქვა მინდა რომ ეპოქალური სიტუაციები იყო რა. აი ისე თქვა მინდა ადრე მაგალითად ასანთი რო ღირდა 1 კაპიკი, უბრალოდ უნდა გეყიდა ეს 1 კაპიკიანი ასანთი და დალოდებოდი 1-5-6 თვე ამიჯერთ ეს 1 კაპიკიანი ათამი, ეს ათამი მეთქი. ასანთი გახდებოდა 50 თეთრი, 50 კაპიკი და მანეთი და რამხელა მოგებას მიიღებდი. მაგრამ ამას ცოდნა უნდა, მაგრამ საბჭოთა კავშირი ახალი დაანგრეულია და ამაში ყველაფერში ხო ვერ ვერკვევი. ზოგიერთი გაერკვია, ზოგი ვერ გაერკვია, მაგრამ ნუ ფაქტია რომ ვინც იმ მომენტში მოახერხა მან ეხა ბევრ წინს აი მოახერხა, არ მოახერხა ადამიანი ცუდი რა არის ამაში. მაგრამ ზოგჯერ არიან ხომ აი ეს არა კარგად არასწორად გააკეთა, არა წესიერი გზა დაითრია ეს ქონება, მაგრამ ნუ ეს დრო იყო. ეხა კი ვანალიზებ და აი ხშირად აი სუფრაზე რომ დავждებით ხოლმე ლაპარ ნეტავი ეს გამეკეთებინა, ნეტავის არავინ არ იცოდა, იმიტომ რომ ყველაფერი ცოდნა უნდა, ან კვაჭი უნდა იყო. მაგრამ აი ეს ქონებები და შენობები რაც დათრეულია, იმ პერიოდში აქვს დათრეული. ეხლა რა თქმა უნდა, აი ხშირად მithქვავს ხოლმე რომ აი ჩემ შვილებით აი არა მარტო შვილებით, ეხლა ჩვენც ხო ვილაპარაკეთ თუ ვიღაც რაღაც სწავლობს. აი ყოველთვის უნდა შეისწავლო ის თემა, რასაც მოკიდებ ხელს და უნდა გახდე პროფესიონალი, მაგრამ სანამ პროფესიონალი გახდები, აი ეხლა მე კი საუბრობ ამ თემებზე, აი შორიდან გადასული გამოცდილებიდან გამომდინარე, მეც ხო არ მქონდა გამოცდილება ჩვენ დროს და არ ვიცოდით და არ ვიცი, შეიძლება გამართლება ასაჭირო ბედიას კაცი, მაგრამ ცოდნა რომ თავარია ეგ აუცილებელია და კიდევ აი ხა დღესაც ვამბობ რომ ეხა მე იმდენ რაღაცებზე ვილაპარაკებ ამ ფულის შესახებ, იმდენ ადგილებში ვარ, ნამყოფ იმდენ ადგილებში, ერთ ადგილას მე ლილოს ბაზრობა, ამასაც მოვყვები, მე იმას და იქით და მე გადის წლები და ხელში შეიძლება რაღაცა გეკავოს, მაგრამ ვერა, იმიტომ პროფესიონალი არ ახარ.
ამიტომ რისი თქმა მინდა რომ დღევანდელი ახალგაზრდები ყოველთვის ყურადღებით უნდა იყვნენ, აი პროფესიის არჩევა ადვილი თემა არ არის. პროფესია მაშინ გაგიმართებს იმას თუ აირჩი, რაც შენ გიხარია და რაც შენ სიამოვნებას განიჭერს. აი შენ თუ ისეთი რაღაცა აირჩიე და всё, მე უნდა განავითარო, უნდა გახდე პროფესიონალი. ერთი, ორჯერ, სამჯერ, ხუთჯერ წლები რო აკეთებ, მე ხდები პროფესიონალი. და იქით წავალ, აქით წავალ, იქით გადმოხტები, აქით გადმოხტები, ეს არ არის სწორი. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მაინც წლები მოდის და იმ შედეგზე ვერ გაგიყვანს, რასაც ქვია შედეგი. აი გავაგზავნე ჩვენი საუბარი, უკვე ესე იგი ვარ მუშაობ ტაქსოპარკში, სწავლობ ინსტიტუტში, უკვე ვამთავრებ ინსტიტუტს, უკვე რაღაცნაირად ავაწყე საქმე. მიდის ეს ეროვნული მოძრაობა, მიდის 1000 რაღაცეები, მაგრამ უკვე ისევ საკითხი დგას, რა გავაკეთო და იმას მივხვდი, რომ უნდა ვისწავლო, დავამთავრე უკვე პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ეს ხელოსნობა მაქვს, ხადავიკი ვარ და ორი გზა მაქვს. ან ატეკაში უნდა მივიდე და გავაგრძელო ამ საწარმოებში, რომ ეს უკვე ინგრევა და უკვე მინუსებში მიდის, ან რაღაცა ბიზნესური, ან კომერციული საქმიანობა უნდა დავიწყო. ეხლა შემოსავალი მაქვს, კი, მაქვს ის ხელოსნობით და მოდის ფული, ნამდვილად მოდის, მაგრამ ამბიცია მაინც მოძრაობს და მინდა უკვე ჩავერთო კომერციულ საქმიანობაში, მაგრამ ხედავ, რომ რაღაცა მაკლია და როგორც კი დავამთავრე პოლიტექნიკური ინსტიტუტი, დიპლომი ავიღე და უკოლ ბერიძეს ქუჩა დაწმინდაზე იქ გაიხსნა ეკონომიკის ინსტიტუტი. არ იყო ერთწლიანი კურსები იყო, სადაც ასწავლიდნენ ეკონომიკას, მიმდინარე პროცესებს და ეს არის 91 წლები. აი, როდესაც უკვე ზვიადის გააკეთეს და ეს არეულობა და ქვეყანაში ყაჩაღობა, ბანდიტობა იწყებოდა ეს 91-ში ზამთრში მოხდა და მე დავამთავრე ინსტიტუტი 92 წელს, 93 წელს და 93 წელსვე მე უკვე შევედი ამ იმაში, ამ ინსტიტუტში. მაგრამ მაქამდე მე უცხოეთში მომიწია წასვლა. ნუ ამაზე მე შემდეგ იმებში მოგიყვებით. და ისე ვუბრუნდები იმ თემას, მეგობრებო, ჩემ ამ ბიოგრაფიას იმიტომ კი არ ყვები, რომ მე რაღაცა ჩემი თავი ვაჩვენო და რა ტიპი ვარ და როგორი ვარ. უბრალოდ იმ გარემოებას გიყვებით, რა გარემოებაში ტრიალებდი და ჩემი მოქმედებით და ჩემი სურვილებით რა შეცდომები, რა არა შეცდომები რა დაუშვა. და ესეც ეს თუ ვისაც ნერვები ეყოფა და ჩემი ასეთი ნელი ლაპარაკით დაინტერესდება და ჩემი მაშინ ჩაწდება, ჩემი აზრით ვერ საინტერესო რაღაცას გეტყვით და სასარგებლოდ შეიძლება გამოიტანოს ახალგაზრდა, რომლებიც ეხლა იწყებენ ცხოვრებას. ზოგი შეიძლება იტყვი შენ ძვერ დროში ცხოვრობ, არაფერი არ ცვლილია, მაგას ადამიანის ბუნება ფულთან მიმართებაში, ეკონომიკაში მიმართებაში ერთი და იგივეა. ერთი და იგივე არში, მაგრამ მრავალფეროვანია და ამ მრავალფეროვნებაში თავი ადამიანმა შეცდომა არ დაუშვას და შეცდომა რო არ დაუშვას, აქ არის საჭირო განათლება აუცილებელი არ არის. ახლა მაინც იქ წახვიდე ოქსფორდი, კემბრიჯი და 1000 პრესტიჟული ის დაამთავრო, მაგრამ თვითონ გამოიხედე ადამიანები თავისი გამოცდილებას თუ გაგიზიარებენ და იმის განვით ცხოვრებაში მოусვენ და იქიდან რაღაცას გამოიტან, ჩემი აზრით ცუდი არ იქნება. ხო და აი მეც მაგას ვაკეთებ და თუ ჩემი ნალაპარაკებიდან და ჩემი მონაპოლობიდან რაღაცა სასარგებლო გამოიტანეთ, კარგი იქნება და მეც გამიხარდება, რომ რაღაცა ალბათ სასარგებლო გავაკეთე ამ ქვეყანაზე. კარგით მეგობრებო, დავამთავროთ ჩვენი ვიდეო, დავამთავრე ინსტიტუტი, შემოსავალი მაქვს და ვიწყებ ახალ ეტაპს. ვიწყებ ინსტიტუტში ეკონომიკური ინსტიტუტის სწავლებაში და უკვე ეკონომიურ ტერმინებზე და პროცესებზე ვილაპარაკოთ შემდეგ ვიდეოებში. იმედია მომისმენთ.
და არ მოგბეზდებათ. მე არ ვიძახი, რა თქმა უნდა, მესიამოვნე ბევრი მაყურებელი თუ გვეყოლება, მაგრამ ესეც იცოდეთ, მე არ ვითხოვ, რომ ხელი მოაწერეთ ხილგოზე. ვისაც აინტერესებს და ვისაც რაღაცა კარგი გამოაქვს, ის თვითონაც გვიპოვის ჩვენ. კარგით, აბა შევხვდებით მომავალ საინტერესო ვიდეოებში. ეს იქნება ფული მეხუთე ნაწილი. დანარჩენი ნელ-ნელა გავაგრძელებთ ჩვენ ამბებს.